მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის. ყველამ კარგად ვიცით დღევანდელი შეკრების მიზეზი. მოგეხსენებათ, რომ გორიზილას ყავს ახალი მთავარი მწვრთნელი. მე აღარ ვიქნები მომდევნო სეზონში მთავარი მწვრთნელის რანგში. მე მინდა შევაფასო და თქვა ამ გამლილი 2 წელიწადზე 7 თვის განმავლობაში ვინ ჩემ გვერდში იყვნენ და ვინც გორიზილას ეხმარებოდა წარმატებისთვის და იმ მიზნის მიღწევისთვის, რასაც გორიზილამ მიაღწია, რომ გახდა საქართველოს ჩემპიონი და მოიგო ბრინჯაოს მედლები, მე მინდა ყველა ის ადამიანები გამოვყო და უდიდესი მადლობა მინდა მოუხადო მათ. პირველ რიგში მე აღვნიშნავ ჩვენ გულშემატკი ვარს იმ ნაწილს, რომელიც ჩემთვის იყო ყველაზე დიდი სტიმული და мотиваციის მომცემი ამ ხნის განმავლობაში და ჩემი თქვათ ამ რთულ სიტუაციებში თუ კი რამე ყოფილა რთული სიტუაცია იყო ეს ფაქტორი, რაც მაძლევინებდა და მაძლევდა იმის საშუალებას, რომ მე ამ კლუბში მემუშავა კეთილსინდისიერად, ერთგულად და ამ ხალხისთვის იმ დიდი წარმატების მიღწევაში დავხმარებოდი, რასაც ქვია ის, რომ გუნდი გახდეს ჩემპიონი და იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის. მე მინდა ასევე გამოვყო ჩვენი ხელმძღვანელები, გიორგი ტუღუში, ვანო ხორგუაშვილი და ვაკო დარსაძე და მე მინდა განსაკუთრებით გამოვყო იმ ხრივ, რომ ჩემი მოსვლის პერიოდში სწორედ ეს სამეული იყო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნული და ამ ადამიანებმა შეძლეს იმდენი გააკეთეს, დაალაგეს კლუბი, ისე განავითარეს, წაიყვანეს წინსვლისთვის, რამაც მე უფრო კარგად მომცა მუშაობის საშუალება შემდგომ უკვე ჩემ საქმეში და დარწმუნებული ვარ ერთი იმაში, რომ ამ ადამიანებს რო კიდევ უფრო მეტი საშუალება ჰქონოდათ, უფრო მეტს გააკეთებდნენ კლუბის წინსვლისთვის და განვითარებისთვის და მე მათ დიდ მადლობას ვუხდი იმ გაწეული სამსახურისთვის, რაც ჩვენ ერთად გავიარეთ და გავაკეთეთ. ასევე მინდა აღვნიშნო მამუკა ჯუღელი, რომლის როლიც დიდი იყო და რა კუთხით მოგახსენებთ, ეს ადამიანი ჩვენ გვეხმარებოდა ფეხბურთელების კუთხით, რომელსაც მოყავდა ჩვენ კლუბში ისეთი დონის ფეხბურთელები, რომლებიც იყვნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები ევროპული გამოცდილებით და რაც უფრო მეტად მე საშუალებას მაძლევდა, როგორც კლუბის განვითარებისთვის იყო კარგი, რომ ესეთი დონის ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ, ასევე ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მწვრთნელისთვის, უდიდესი გამოცდილების მომტანი იყო ესეთი ფეხბურთელებთან მუშაობა და მე მინდა მადლობა გადაუხადო მათ. რაც შეეხება შემდეგი მხარე, რომელიც იყო, ეს იყო ჩვენი გუბერნატორი იმჟამინდელი ზურაბ რუსიშვილი, გუბერნატორის მოადგილე სოსო ოქრომელიძე, ჩვენი მერი ზურაბ ჯირკოშვილიშვილი და საკრებულოს წევრები, მინდა აღვნიშნო, ესენიც გამოვყო. ეს ადამიანები ყველაფერს ცდილობდნენ იმისთვის, რომ კლუბის კეთილდღეობა, ანუ კლუბს იარსება კლუბის ეფუნქციონირებინა, ანუ მაქსიმუმი ჩადეს ამ ადამიანებმა და გაიღეს მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი პრობლემა და თავს არ ზოგავდნენ ეს ადამიანები კლუბის კეთილდღეობისთვის. ასევე მინდა გამოვყო მე ჩემი სტაფი. მე ვიტყოდი, რომ ესეთი ერთგული ადამიანები მე ცხოვრებაში არ შემხვედრია და უდიდესი მადლობა მათ იმ გვერდში დგომისთვის, რაც ამ ხნის განმავლობაში მე მათ დამანახეს და უდიდესი თანადგომა გამოიჩინეს ჩემს მიმართ. ასევე მინდა აღვნიშნო ფეხბურთელების როლი. იმ ფეხბურთელების, რომლებიც იყვნენ ერთგულები, განსაკუთრებით ერთგულებას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ჩვენ სამწუხაროდ ამ ხნის განმავლობაში სულ პრობლემებით გვიწევდა სიარული, რომ იყო სამწუხაროდ ფინანსური ჩავარდნები ხოლმე და ამ ეს ფეხბურთელები სწორედ იჩენდნენ იმ თავდადებას, გვერდში დგომას და პროფესიონალის, რომელმა თავდადებამაც მოგვიტანა ის, რომ გორიზილა გახდა საქართველოს ჩემპიონი და გავიდა მესამე ადგილზე და აიღო ბრინჯაოს მედლი. ასევე მინდა აღვნიშნო მედია და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო და დიდი მადლობა მოგიხადოთ თქვენ ამ ხნის განმავლობაში მე არ მახსენდება ჩემზე ერთი თუნდაც ცუდ კონსერტში სტატია მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ვიტყვი იყო პრობლემები, თუმცა მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ გვერდში დამდგომოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმას, რომ გაეშუქებინათ ისე, როგორც იყო და პირდაპირ გეუბნებით, რომ მე თქვენ გვერდში დგომას გრძნობდი და უდიდეს მადლობას გიხდით, იმიტომ რომ ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდით, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ძალიან დიდი ძალა გაქვთ, ზოგადად არა მარტო ფეხბურთში, ყველა მიმართულებით და დიდი მადლობა ამისთვის. რაც შეეხება უკვე გადავალ დასკვნის ნაწილზე, ეს არის ებრაელების ჯგუფი, რომელიც შემოვიდა კლუბში და
პირდაპირ ვიტყვი და უფრო ნათელი გახდება რა. ჩვენი ყველას ინტერესი იყო, რომ გორიზდილა ყოფილიყო კერძო ინვესტორის ხელში. და ჩვენმა ჯგუფმა პირდაპირ ვიტყვი გიორგი ტუღუშის ხელმძღვანელობით ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ესე მომხდარიყო, როგორც გიორგის, ასევე ვანოს, იგივე ვაკოს, იგივე ჩემი, რომ გორიზდილა არ ყოფილიყო მხოლოდ სახელმწიფოზე ჩამოკიდებული კლუბი. მოვახერხეთ და ესეც გავაკეთეთ და შევძლებთ. მე ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ გორიზდილა იქნება წარმატებული და რატო არ დარწმუნებული? ეს ადამიანები მოვიდნენ იმისთვის, რომ აქ გააკეთონ ფეხბურთი, შექმნა კარგი პროდუქტი, რომელსაც გაიტანენ ევროპაში. და მე მჯერავს, რომ შეძლებენ ეს ადამიანები. უბრალოდ ამ ადამიანებმა დაიწყეს რეფორმები და სამწუხაროდ ამ რეფორმას მე შევეწირე. თუმცა ეს არ მე პრობლემად არ მიმაჩნია და ვერ ხედავ ამაში პრობლემას. მათი ხედვა არის ესეთი, მე ვარ გორიზდილას გულშემატკივარი, მე ვარ ამ ჯგუფის გვერდში მდგომი ადამიანი, სახში ვიჯდები, გორიზდილას სტადიონზე ვიქნები, ტრიბუნაზე თუ სადაც არ უნდა ვიყო, მე ვიქნები ყოველთვის ამ ადამიანების გვერდში, რომ ეს გუნდი იყოს წარმატებული. და ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველა საქმე იწყება ძალიან მძიმედ და გაგახსენებთ ერთ რაღაცას მე როდესაც მოვედი. ურთულესი სიტუაცია იყო და პირველი ჩემი პრესკონფერენცია იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გარშემოყოფების სიცილი ისეთი, რომელიც ჩემთვის ცოტა დამამცირებელი იყო. თუმცა მოხდა ის, რომ ამ რთულ სიტუაციას გაუძველით, გადავლახეთ და მივაღწიეთ ისეთ წარმატებას იმ ჩვენ გუნდთან, იმ ჩვენ ადამიანებთან, იმ გარშემოყოფებით, რომლებიც მე აქ ჩამოვთვალე, რომ გახდა გუნდი ჩემპიონი და გავედით მესამე ადგილს. სწორედ ესეთ სიტუაციაში არიან ეხლა ეს ადამიანები, შემოვიდნენ უცხოელები, რომლებმაც არ იციან ზოგადად საქართველოში რა ხდება, როგორ ხდება, რა უნდა გაკეთდეს. ამ ადამიანებს სჭირდებათ გვერდში დგომა. სწორედ იმ ადამიანების მხრიდან მე ჩამოვთვლი, ანუ არ მეზარება, ეს არის ადგილობრივი ხელმძღვანელობა, ეს არის გულშემატკივარი, ეს არის მედია, ეს არის ფეხბურთელები, აქ თითოეული მუშა, თანამშრომელი ყველას გაერთიანება ჭირდება, რომ გუნდი იყოს წარმატებული. თავარი ერთი მიზანი უნდა იყოს ყოველთვის, რომ გუნდი უნდა იყოს ნომერ პირველი. ეს არის გორიზდილა. და კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მე გორიზდილას წევრი ვიქნები თუ არ ვიქნები. მე ვარ გორიზდილას გულშემატკივარი, მე ვარ იმ ადამიანების გულშემატკივარი, ვინც ამ კლუბისთვის ყველაფერ კარგს გააკეთებ. და ჩათვალეთ, რომ მე ჩემი სახით ამ ებრაელების გვერდში ვარ. სიტყვით იქნება, საქმით იქნება თუ როგორ გაკეთდება, ეს უკვე არ ვიცი. მაგრამ ჩათვალეთ, რომ მე ამ ადამიანების გვერდში ვარ და მე გირჩევთ და ჩემი რჩევა არის, რომ ისე გაერთიანდეთ, როგორც ჩემი მოსვლის პერიოდში, ზუსტად ის ხალხი, რომლებიც ჩამოვთვალე, გავერთიანდით და ამ გაერთიანებამ მოიტანა ის, რომ გორიზდილა იყო წარმატებული. და დიდი იმედი მაქვს და მჯერავს, რომ ამ სიტუაციაშიც ანალოგიური მოხდება და გორიზდილა იქნება წარმატებული. დიდი მადლობა იმ წუთებისთვის, ჩემთვის მართლა ძალიან მძიმე არის ეს სიტუაცია ეხლა. და დიდი მადლობა იმ წუთებისთვის, მე რაც აქ გავიარე, ყველა ადამიანს, იმ სიყვარულისთვის, იმ გვერდში დგომისთვის, რომელიც თქვენ ჩემს მიმართ გამოხატეთ და წარმატებებს გისურვებთ რა. დიდი მადლობა.